გაიხსნა მაგისტრალი, რომელიც ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს პოლონეთთან აკავშირებს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროპასა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება. ვია ბალტიკის სახელით ცნობილი გზატკეცილი ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორის მდებარე ვიწრო ზოლზე, სუვალკიის უბსკრულზე გაივლის. პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა კაროლ ნავროცკიმ და გიტანას ნაუსედამ ქვეყნებს შორის საზღვარზე გამართული ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადეს, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის ამ დერეფანს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ექნება. ვია ბალტიკის გამოყენებით ნატოს ჯარებს შეუძლიათ უფრო სწრაფად იმოძრაონ ბალტიისპირეთის დასახმარებლად. დღეს ჩვენ ორი ერის კავშირის, პოლონურ-ლიეტუვური თანამშრომლობის 234 წლის თავს აღვნიშნავთ. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღია, თუმცა დღეს ეს ისტორიული თარიღი უფრო გამყარდება. ეს მაგისტრალი ხელს შეუწყობს ადამიანებისა და სავაჭრო საქონელის გადაადგილებას არა მხოლოდ ლიეტუვიდან პოლონეთში და პოლონეთიდან ლიეტუვაში, არამედ ლიეტუვადან მთელს მსოფლიოში. სულვაკის დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა. ვია ბალტიკის გზატკეცილს უდიდესი მნიშვნელობა ექნება სამხედრო მობილობისთვისაც. მე მჯერა, რომ სამხედრო მობილობის ეს ასპექტი კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს მომავალში, როდესაც ვია ბალტიკას გზატკეცილი სრულად დასრულდება. 970 კილომეტრის სიგრძის ვია ბალტიკის მარშრუტი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იწყება და ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გადის და ტალინში მთავრდება. ის ევროპული მარშრუტის E67 ნაწილია, რომელიც ფინეთს ჩეხეთთან აკავშირებს. ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასსა და პოლონეთის სუვალკიის შორის დამაკავშირებელი 4-გზოლიანი A5 ავტომაგისტრალის ასევე ვია ბალტიკის ნაწილია. ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით ვია ბალტიკის ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარე რამდენიმე მონაკვეთი ჯერ კიდევ 2-ზოლიანია და ის მოგვიანებით გაფართოვდება.